თითქოს ძვალიც დაბეჟილია, თითქოს არა ძვალიც დაბეჟილი არის და ეგ ძალიან უსიამოვნო. ნუ ეხა ფიქსატორი მიკეთ. ერთი კვირის თავზე გავაანალიზე, რომ მეც დაშავებული ვარ. დაზიანება არც ისეთი მარტივი არ არის. თქვენი ვიდეო ვნახე, რომ ერთი 20 კაცი ზემოდან მომვარდა, რომ რა გჭირს. ეს იყო აი პირდაპირ მოკლე და მიზანმიმართული. მაგის მერე თვითონ დაიწყეს დაჭერები. აი ძალიან მალევე. აი ეხა ეს რეზინის ტყუილები არის? მე მეგონა რომ ზედაპირზე იყო ეგ ყველაფერი და ძალიან ღრმად არის ჩასული. ისე ღრმად არის რომ ნუ ფიზიოთერაპია ჭირდება რომ ლაზერით დაიშალოს და მთელი ამბები არა მანდ. შეშუპებული არის და ხო აი თითქოს ძვალიც დაბეჟილი. ეხლა აქ არ ჩანს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს დალურჯებები ყველგან არის წამოსული რა. და აი აქ არის რაღაცა ძალიან წითელი ფერის სისხლის ჩაქცევა. ასეთი ამბავია. ვერ ვხრი შეშუპება არის საკმაოდ, ანუ აი ერთი კვირა გავიდა და შეშუპება არ ჩაცხრა, მუხლი არ მომიხრია ეს პერიოდი. ცოტა მგრძნობელობაც შემისუსტდა, იმიტომ რომ ვერ ვგრძნობ კუნთოვან მასას და იქ ძალიან მაწუხებს. დიდხანს არ ვმდგარ ვარ, მაგრამ რაღაც პერიოდი თუ ესე ვერტიკალურად გავატარებ, უფრო შუპდება და შესაბამისად მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ნუ ვიცი რომ უნდა მტკიოდეს და ეს ტკივილი არ მაწუხებს. პირველი ფოტო რო გადავიღე, არაფერი არ მჭირს, მართლა წეში ბურთი ვითამაშე, ქვას ფეხი წამოვკარი, მერე სახლში მოვედი და ქვა არა და ლოდი იყო, მერე ის იყო, მეორე დღეს გავიღვიძე, მესამე ფეხი მქონდა და ერთი კვირის თავზე გავაანალიზე, რომ მეც დაშავებული ვარ და რომ მივედი ტრავმატოლოგთან დასკვნაში ჩამიწერეს ესეთი რაღაც, რომ ეს არის ყარისაგან, იმიტომ რომ მათაც არ ქონდა დასტური ის ვიჯექით, ყველაფერს უყურებდით, რომ სადმე იქნებ დაფიქსირდა, რომ იყო რეზინის ტყუია, მაგრამ ამიტომ მეც არ მიყვარს მათგან განსხვავებით ცილის წამება და მინდა ვიყო ჩემს თავთან მართალი. მაგრამ აი თქვენი კადრები რომ ვნახე და კიდე რაღაცა ვიდეოები გავრცელდა და აქედან გამიმყარდა ეჭვი. და თვითონ დარტყმის სიძლიერეც საკმაოდ ძლიერი არის ფეხზე კვალი რაც აქვს დატოვებული. აი ეხა ეს რეზინის ტყუილები არის? არ ვიცით. ეხა რო ვიხსენებ, ძალიან ისეთი უსიამოვნო წარმოსადგენია, როცა აი ეს კადრი უკვე გამოდის რა ჩემს მეხსიერებაში. ის გვერდით გამოსული, სადღაც მოპარული, აი რაღაცნაირად ზურგში რო დანას ჩაქცემენ, აი განცდით ეგ არის. რეალ ზურგში არ იყო პირდაპირ იდგა, მაგრამ ნუ ხო. და ხმა განსხვავდება რომ ამბობ, რომელს როგორი ხმა აქ ეგეც გვიქნა. აი ნუ რადგან ხა არ მაქვს ამის კომპეტენცია და არ ვარ ექსპერტი. იმისი თითქოს ეკო აქვს და სადღაც გაშლილი ხმა აქვს და ეს არის აი ვიზუალურად რო თქვა მიმართულია. ნუ არ ვიცი სწორად ხსნის შეიძლება, ნუ მე მელანდება. ხო, აი ეს არის თითქოს აი და სადღაც იშლება სივრცეში. ნუ რეალურად ტრაექტორიითაც ეკო ეგეთი აქვს და ეს არის აი მოკლე და კონკრეტული. ხო, ეს კადრები მე სხვა შორის ეს ის კადრები იყო, მე თავიდან მქონდა ეჭვი რა, რომ ნუ როგორც თქვი, მოხდა რეზინის ტყუია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ეჭვი და არანაირი მტკიცებულება ამის არ მქონდა. ამიტომ ცილის წამებაში რო არ ჩამსხლა და ვიძახდი ანის. ეს კადრები რომ ნახე და ეს ის დღე არ არის, როცა მე ამ ფაქტს ვემსხვერპლე. ეს არის უკვე მე მგონი შემდეგი, ან პირველი დეკემბერია ეგ. ხო, 2 დღის შემდეგ ამბავია და რომ მკითხეს რა გჭირსო და სავარაუდოდ მეთქი, მე მათ შორის ეს ვიდეო რომ ეს სავარაუდოდ არ არის.
ჩემი აქციაზე ფეხის დაშავების ამბავი იწყება იმით, რომ ეს არის დარბევის კედა დემონსტრაციის პირველი დღე. დაახლოებით იყო 4-ის შემდეგ. 4-მდე არ იყო. ეს ისეთი დღე არის, როცა ძალიან ადრე დაიწყო აი რაღაცა დაშლა, წაწუწ ჩავიწევდით უკან, ჩამოვიწევდით წინ. მაგრამ რეალურად ბევრი უკან არ გვივლია. ერთი ჩაგწიეს და დავდექით. და რო დავდექით, იქ მეც რაღაცნაირად მაქვს ხოლმე ეგ შინაგანი ინტერესით და ალბათ პასუხისმგებლობაც, რომ თითქოს წინ უნდა ვიდგე. შემიძლია რომ წინ ვიდგე, ასე ვიტყოდი რა. ოღონდ გმირობანას ნაწილში არა. ჩემი პასუხისმგებლობები მაქვს, ჩემი პირადი ანგარიში მაქვს ამ ქვეყანასთან, სიყვარულთან და ალბათ ეგ არის მაქსიმუმი იმ მომენტში, რაც შემიძლია რომ ვაკეთო. იმიტომ რომ უკან მართლა სულ ჩემი სტუდენტები არიან და რაღაც კიდე დამატებით პასუხისმგებლობას გძნობ, რომ ბავშვებო თქვენ უკან მე თუ შემიძლია ვიდგები წინ და ზუსტად აი ამ პროცესში ვართ. ქალაქეთ ხო დაიშალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულების სამსახურში. მე ვიყავი უშუალოდ ბესიკის ქუჩის ასახვევთან. ადრე იქ რაღაც სუშის ბარი იყო, ქუჩაზე ვდგავარ. მახსოვს ადამიანი, რომელიც გამოვიდა და იარაღი ეჭირა ხელში. ის რაღაც ბუჩქე, ანუ თვითონ ხოდგანან ხოლმე რუსთავზე გვერდიდან გამოსული. ზუსტად იმ მომენტში გადმოვედი გზის სავალი ნაწილიდან, აქეთკენ ტროტუარის მხარეს და გვერდებიდან გამოვიდნენ. აი ეს მახსოვს, იმიტომ წინ არავინ არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვიყავით აი ზუსტად ბესიკის ქუჩის გასწვრივ. და ეს რამდენიმე შავი მოძრავი ობიექტი თუ სუბიექტი რო შევამჩნიე, აი ზუსტად მაგ მომენტში ერთი ტალღა გამოუშვეს ეს გაზი ზემოდან და ბევრი, აი ძალიან ბევრი, ისე რა იყურებოდი ხა ზემოდან არ დაგეცეს და მაგ მომენტში ვიგრძენით დარტყმა ფეხში, ისე რომ დავარდი. მაგრამ ეგ ძალიან კარგად მახსოვს, ეგ დავარდნის მომენტიც, ისიც მახსოვს, რომ ირგვლივ ეს კვამლი არსად არ იყო. იმიტომ რომ მინიმუმ რომ მომხვდებოდა ძალიან შორს ის კაფსულა ვეღარ წავიდოდა ვერსად, ხო, სადღაც იქვე დავარდებოდა და იქ არაფერი არ იყო. და მაშინ გამიშთა პირველი ვარაუდი, ეს იყო რეზინის ტყვია, იმიტომ რომ ეს გაზის კაფსულა მეტნაკლებად აქეთ-იქით რო ვარდება და თან თუ განსაზღვრავთ, ხა მე არ ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ მარტივია მიხვდე, ტრაექტორია ზემოდან ქვემოთ რომ მოდის, ეგეთი სიმძლავრე არა აქვს, ხო, სადღაც ძალა გამოცლილი ვარდება. ეს იყო აი პირდაპირ მოკლე და მიზანმიმართული. კივილისგან გავითიშე დავარდი. მერე უცბად აზრზე მოვედი, ოღონდ რომ დავარდი, იქიდან კიდე რამდენიმე წამი მესმოდა ეს ხმა, ღმუილი აღმომხდა, მახსოვს. ამ ღმუილზე დავინახე, რომ ერთი 20 კაცი ზემოდან მომვარდა, რომ რა გჭირს. მომკიდეს ხელი, იმიტომ რომ კი ვცდილობდი, რომ მე არა, მაგრამ აშკარად ეს ფეხი ესე მოვათრევდი. მე იქვე ტროტუარზე ჩამოსვეს და მე მანდაც მითხრეს, რომ გეხვეწები აქ ვერ გადავაადგილდებოდი. მაგის მე თვითონ დაიწყეს დაჭერები. აი ძალიან მალევე. კი იძახიან რომ არ გამოგვიყენებია, მაგრამ რა თქმა უნდა მათ ჩვენ ვერ ვენდობით. აი, სულ რო სხვა რაღაც მომხდეს, ანუ რავი, რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ეს რე დამიზნებით. არ არის ამის საჭიროება. ვდგავარ, ვაპროტესტებ და ვაპროტესტებ აბსოლუტურად ლეგიტიმურად შენს არასწორ, არასამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს. ანუ რატომ შლი, რა გინდა, ანუ რას ვაშავებ. არაფერი არ ხდებოდა. აი, გაგვწუწეს კარგად, ამ წყალშიც კარგად იყო გარეული ეს წიწაკის სპრეი თუ რავი რა სურავენ და დავიხუთეთ. მე გამოვედით აქეთკენ დავდექით, ჩვენ შორის იყო დისტანცია და აი გაუჩერებლად ისროდნენ, იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანის ცხოველური ინსტინქტია, რომ მით უმეტეს აი პატარა ადამიანების ინსტინქტი არის ცხოველურ დონეზე აქვთ ეს, რომ თვითონ რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ, ყველაფერი დაიხმარონ იმისთვის, რომ თავისი ძალის დემონსტრაცია მოახდინონ და ეს ადამიანებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან და დღესდღეობით ვიგებთ, რომ ვიღაცები, ვისაც შეიძლება რომ ნებისმიერ საღამოს სადღაც გადააწყდე, მოგესალმოს, მიესალმო.
შეიძლება რომ აი არ იცი და წინა დღეს უკვე ყველა შეეჭვე. ანუ ესეთი რაღაც იმ დღეს ვფიქრობდი, რომ აი ყველა ცოტა მაღალი კონფიგურაციის ადამიანში მეთქი ცოტა ეჭვი მეპარება. გუშინ საღამოს რასაკეთებდი სადიყავი. ხო და არ შეიძლება ესე, მაგრამ არ ესმით, ანუ მათ ვერც გავაგებინებ და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ იქ ვინმე საღად აზროვნებდეს და ეს ყველაფერი მისთვის მისაღები იყოს. შესაბამისად, ეს მდგომარეობა ავტომატურად გაუცნობიერებლად მაშინ ბადებს აი ამ შურისძიების და სიძულვილის მდგომარეობას, რომ ვიღაცაზე ამაღლდნენ. და ეს ვიღაცა ვართ ჩვენ აქეთ ამ ხარე და ნუ რა ვიცი. გაურკვევლობა იწვევს ყოველთვის შიშს და როცა გარკვეული გვაქვს, რომ გვიყვარს ეს ჩვენი ქვეყანა და ამისთვის ვდგავართ იქ, ნუ აი რავი, აღარ გვეშინია. მე ამ დავას ამათთან არ ვაპირებ სადაო რაც არის ნათელი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ჩვენ მართლა ბოლომდე ვიბრძოლებთ და გინდა რეზინის ტყვია იყოს და გინდა მართლა ქვით ჩაფქოლონ, მანდ უკვე არსებითი მნიშვნელობა მაგას აღარ, ანუ ჩემთვის არა ყოველ შემთხვევაში. მინდოდა რომ რაღაც განაცემაში გადავიღე, სადაც ესეთ ინტერიერში ინტერვიუს აიღებდნენ და კოჭოლობით ამის და გავარდი.